ვენეციის კომისია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებზე და უცხოური გავლენის შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრებას აქვეყნებს და მიღებულ კანონებს ნეგატიურად აფასებს. კომისიის აზრით ახალი საკანონმდებლო ბაზა საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცესა და დემოკრატიულ თავისუფლებებს. ამიტომ კომისია რეკომენდაციას უწევს ამ საკანონმდებლო აქტების გაუქმებას და მის ნაცვლად უკვე არსებული ჩარჩოს გაუმჯობესებას. კომისია ასევე მოუწოდებს მთავრობას, რომ ამ სფეროში სამომავლო კანონშემოქმედება დაეფუძნოს სისტემურ და ინკლუზიურ მიდგომას, რომელიც უზრუნველყოფს მის ლეგიტიმურობას და ფართოდ მიღებას. ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კომისია ამ ხარვეზების აღმოსაფრთხებლად ღიაა ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. მიზანი არის ის, რომ არანაირი კრიტიკული დამოუკიდებელი ორგანიზაცია ამ ქვეყანაში არ არსებობდეს. არავის ამაზე პირხნიშნები აღარ გააჩნია. მაგალითად, როცა ვსაუბრობთ ხოლმე ფარაზე, თუნდაც ეს კანონი არის ხოლმე მიღებული ამერიკაში, მაგალითად, ხო, ამერიკაში მიღებული იქნა განსხვავებული საფრთხეების დროს, განსხვავებული აქტორების წინააღმდეგ, საქართველოში არის მიღებული მეგობარი ქვეყნების წინააღმდეგ და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ნამდვილად ამტრობენ საქართველოს. ჯერ ეს ერთი ყოველთვის თუ თავი დაანეგო. ამ დემოკრატიული ტრანზაქციის პირობებში ყველა კანონის მიზანი უნდა იყოს უფრო გაჯანსაღება და გადადემოკრატიულება ქვეყნას და არა უფრო მეტი შეზღუდვის დაწესება. ვენეციის კომისიის დასკვნას ფაქტობრივად იგივე იმეორებს, რასაც ჩვენი გუნდი ამბობდა წინამოწვევის პარლამენტში და ამაში ახლა ახალი არაფერი ახლა ეს კანონპროექტი რომ მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობის გამო არ არის შემოღებული და ამას შორს მიმავალი გეგმები აქვს რაც ნიშნავს ზოგადად ამ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის განადგურებას და ოცნების ძალაუფლების გამყარებას ახლა ამაში მე მგონი ახალი ნამდვილად არაფერია. როცა საუბრობენ ფარაზე რომელიც მოქმედებს ამერიკაში საუბრობენ ანუ იმასაც ვერ ბედავენ თქვა ანუ ამერიკაში რომ მოქმედებს კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგება ამერიკას ვერ უბედავს ვენეცია მაგრამ ამბობენ რომ იქ კი არისო მაგრამ ჩვენ აი საქართველოში რომ მოქმედებს იმაზე ვამბობთ ანუ აი აბსოლუტური რა გითხრათ ახლა იმდენი მაინც ეყოთ სითამამე რომ მაშინ თქვა რომ ამერიკაში რაც მოქმედებს ის ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობა რაც შეეხება სტიგმატიზება რაში მდგომარეობს თუ ამერიკაში არ სტიგმატიზდება როგორ შეიძლება ის სტიგმატიზდეს საქართველოში რამე სხვადასხვა ჯიშის ხალხი ვართ ამერიკაში და საქართველოში თუ რა ხდება ანუ აბსურდია აბსოლუტურად ეს დასკვნა რომ ის რაც ამერიკაში მისაღებია არ არის ქართველებისთვის მისაღები თუ ახლა ასე სეგრეგაციულად უნდა შემოქმედოს ვენეციის კომისიას ნუ ეს კიდე ცალკე საკითხია არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები იმაზე იმ პრობლემატიკაზე რის გამოც საქართველოს მიიღო ეს კანონმდებლობა და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ ეს საქართველოს მიიღო კანონები იმიტომ რომ არის პრობლემები თუ რეალურ ის პრობლემები ძირეული პრობლემები რატომაც საქართველოს მიიღო ეს კანონმდებლობა ეს საკანონმდებლო ჩარჩო ეს პრობლემები აღარ იქნება მაშინ ბუნებრივია ამ კანონმდებლობის საჭიროებაც არ იქნება მაგრამ სანამ არის იმისი პრობლემები რაც ჩვენ ვიხილეთ ჩარევები გარედან უკანონო პოლიტიკური ფულის ტრიალი საქართველოში სანამ ეს პრობლემები იქნება ბუნებრივია იქნება ამ კანონების საჭიროებაც